ისრაელის საჰაერო ძალებმა ფორდოს ბირთვული ობიექტი და ბასიჯის შტაბ-ბინა განმეორებით დაბომბა. ცოტა ხნის წინ კი ებრაულმა ავიაციამ თეირანში აიათოლების რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ საპყრობილეზე მიიტანა იერიში. ევილის ციხეში 1979 წლიდან დღემდე რეჟიმის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ. თითოეული გაშვებული რაკეტისთვის, თითოეული დანგრეული სახლისთვის და სიცოცხლისთვის. ირანის დიქტატორი პასუხს სასტიკად აგებს, დარტყმები სრული სიმძლავრით გაგრძელდება. განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა. აბას არაღჩი პუტინს ხვდება. მიმდინარე ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი რეალურად საფრთხის ქვეშაა, რუსეთთან ჩვენს კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, განაცხადა არაღჩი. მკვლელობა ლაგოდეხში 57 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევა ვაშლოვანის ქუჩაზე დილით მოხდა და დამნაშავე დაკავებულია. ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს. რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 100,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.